ამასობაში რას გვიშვება ეს ბიძინა. ამ თემაზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში 14 თებერვალია, სანამ ყურებას დაიწყებდით, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მოკლედ რას გვიშვება ეს ბიძინა რა. ეს იყო უკვე ბოლო წვეთი და რა ჩაიდინა. საქართველოში შემოიტანა 450 მილიონი დოლარის ხელოვნების ნიმუშები. წარმოგიდგენიათ ხო? არაფერი არ მეშლება, კი არ გაიტანა, შემოიტანა 450 დოლარის ხელოვნების ნიმუშები. თავის კოლექცია, მოკლედ ამ ნახატების, საკმაოდ კაი კოლექციაა. რაღაც პიკასოს სურათია, გონშილე, კუნინგი, კუნსი, რაღაც ლუსიენ ფროდი და ხო, საინტერესო ხატრების კარგი კოლექცია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში ინახავდა და შემოიტანა საქართველოში. და ატყდა ამაზე ამბავი. ოპოზიცია აღშფოთდა რა. ეს ყველაფერი აღმოაჩინა მისტერ ბინის გუნდის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წევრმა, ვინმე ბექალილუაშვილმა. აი ეს გახალთ ბექალილუაშვილი რა. და ატეხა ამბავი ეს მოკლედ კატასტროფაა რა. აი თავგასიებულმა რა. ხო რა ვიცი ეს ტიკტოკერობს რა და სადაც შეხვდებათ ხსნილია რა. ყველგან დაუკომენტეთ. აი წარმოგიდგენიათ აი რაზე ტეხავენ ამბავს კაცმა რაღაცა შემოიტანა. ხო არ გაუტანია. საერთოდ აი სოპენტელა გახარეას პარტიას როგორ მიეცით 180,000-მა კაცმა ხმა რა. აი თავგასიებულების და ინა მოჩლექილი ქალების პარტია საოცრებაა პირდაპირ. ხო და მე ამას სხვა ოპოზიციონერებიც აყვნენ იქ. ქადაგიძე გამოტანტალდა და კიდე გამოტანტალდა ეს ულვაშა რომან გოცირიძე რა. ხო აი ამაზეა ზუსტად აი ნათქვამი რომ დაბერდაო და ხო ცუდი ამბავი დაემართაო რა. აი კლასიკური ნიმუშია ამ ყველაფრის. ხო და ეროვნულ ბანკის საცავებში შეინახავსო და რაღაც სისულელები. ბანკის საცავებში არა, პადუვალში ჩაკეტავს რომან რა. რის პადვალი რა პადვალი. რაღაცა ან მუზეუმში გამოფენს ან ეროვნულ გალერეაში ან რაღაცა და რა ვიცი, ხალხი შევა და ნახავს ახლა ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მუზეუმებში მაგდონის ხელოვნების ნიმუშები უბრალოდ არ არის რა. და ბოლო მე ან რა ვიცი ქვეყანას გადასცემს ან რა ვიცი რას უზავს ახლა ხელოვნების ნიმუში. თან შემოიტანა ხალხო და ამაზე აქვს ამბავი ატეხელი ამ არასწორებს და საერთოდ რეალობიდან გასულ რა ვიცი სულელებს რა. სხვანაირად ვერაფერს ვერ უწოდებ ამ ოპოზიციას რა. თან წარმოიდგინეთ იმდენი ტვინიც არა აქვთ რომ არ აწყობთ ესეთი მესიჯების გახმოვანება, იმიტომ რომ ხო თავის მომხრეებს უმტკიცებენ რომ აი ბიძინა გარბის და იქ რაღაცა კოცებსაც ეუნებიან ბიძინა წავა და თქვენ დარჩებით და რაღაცეები და ამას ხო ყვებიან ერთის ხური და მეორეს ხური ვიძახიან რომ ეს 450 დოლარის ის შემოიტანა. ანუ თუ გარბის რატო ჩამოიტანა ეს ყველაფერი? აქტივებიც რაღაც ფულადი აქტივებიც საქართველოში გადმოიტანა ხო? და ამ დროს ხო გარბის ხო? გასაქცევად ემზადება და მთელი აქტივების ნახატები რაღაცები საქართველოში შემოიტანა. ნუ ესეთი იდიოტები როგორ ხართ რა. და თავიანთ ამორჩევას ხო საერთოდ იდიოტებად თვლიან და ნუ თოხლაობენ ისინიც რა. აუ არიქა. ახლა თურმე ნახატები ჩამოიტანა საქართველოში ბიძინამ და დაიქცა ქვეყანა. რა ქვეყანა დაიქცა? ამაზენია რა უკვე ამათი მოსმენა და ის რა.